გამოხმაურება მოყვა რატიონ ეთამიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება. დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი და არსიდარაობით უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატიონ ეთამიშვილი აღნიშნავს, რომ გარეძალების მთავარი ამოცანა საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დაანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ საქართველოს ომში ჩართვა. აგენტურა ყოველთვის ცდილობს და მათი პატრონები, სხვა შორის ბრიუსელიდან, რომ აღქმები მოახდინონ თავს ჩვენ საზოგადოებას, როდესაც საქმე მიდის უკვე ფაქტებთან, კონკრეტულ ციფრებთან, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყოველთვის აგებულ მდგომარეობაში არის. ეს სტატისტიკა, რომელიც არის ამ ძიმე დანაშაულზე, რა თქმა უნდა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი არის რადიკალურად შემცირებული ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან დაკავშირებით, არამედ ისედაც და ბოლო წლებში გახსნის მაჩვენებელი არის რეკორდულად მაღალი. მე არ ვიცი რომელ წარმატებულ ქვეყანას შეუძლია დაიტრაბახოს ესეთი გახსნის მაჩვენებლები. კრიმინალის გამოძიების და გახსნის სტატისტიკა, როდესაც ნაცმოძრაობის პერიოდში 50%-იანი ნიშნულზე იყო, ხოლო ჩვენს ხელისუფლების დროს 80-90-95 და 100%-იანი ნიშნულზე არის, ეს ალბათ ძალიან კარგად მეტყველებს იმ რეფორმებზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში განხორციელდა. ამის ფონზე სრულებით დრამატულად სხვა სურათის წარმოჩენას ცდილობენ ჩვენი რადიკალები. რა თქმა უნდა, ყოველი მათი განცხადება, ვიცით რომ არანაირი ფაქტებით არ დასტურდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც ისინი დაცლილი არიან ფაქტებისგან, თუმცა მათი აგრესიული კამპანია აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოში კრიმინალის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს მომხდარი 31 მკვლელობის ფაქტიდან 31-ივე გახსნილია, რაც 100%-იან გახსნის მაჩვენებელს ნიშნავს. ამასთან სტატისტიკაც ხატყობს, რომ ყოველწლიურად მკვლელობების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მაგალითისათვის, ბოლო 3 წლის განმავლობაში მომხდარი მკვლელობების ფაქტები დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წლამდე პერიოდში. ჩვენი მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას